შეგვეციოს უფლის ცხოველსყოფელი ჯვრის ძალა და მადლი, რომლის სიწმინდის თაყვანისცემას დღეს აღნიშნავს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. ეს არის მესამე კვირა წმინდა დიდი მარხვისა, რომელიც სწორედ მიძღვნილია უდიდეს სიწმინდეს კაცობრიობისა უფლის პატიოსან ჯვარს. აი თქვენს წინაშე შუა ტაძარში აღმართულია ეს უდიდესი სიწმინდე უფლის პატიოსანი ჯვარი, დაბრძანებულია თქვენს წინაშე. რას ნიშნავს ჯვარი? ჯვარი ჩვენთვის არის ნიშანი და სახე მასზე ჯვარცმული ღმერთის, სამყაროს შემოქმედის, კაცმოყვარე ღმერთის სახეა. წარმოდგენა იმ ჯვრისა, რომელზედაც იქნა გამოხსნილი კაცობრიობა სიკვდილისა და ჯოჯოხეთისაგან. ჯვრით იქნა დაძლეული ბოროტება სამყაროში. ჯვარი არის სიცოცხლის ხე. თუკი სამოთხის ხემ და ურჩობამ ადამიანი მოაკვდინა და სასუფეველი დააკარგვინა, აქ ახალმა ადამმა, ქრისტემ და ჯვარზე აღსრულებულმა უდიდესმა სასწაულმა, საიდუმლოებამ კაცობრიობის გამოხსნისა ჩვენ ისევ დაგვიბრუნა დაკარგული წიაღი სამოთხისა. ასე რომ ჯვარი ჩვენთვის სიცოცხლეა. ჯვარი ჩვენთვის მარადისობაა. ჯვარი ჩვენთვის არის ძლევა ბოროტებაზე. ამიტომაც თითოეული ქრისტიანი ვინათლებით რა შეუდგებით ქრისტეს ამავდროულად ვიღებთ, უნდა ავიღოთ ჩვენი ჯვარი. ჯვარი ქრისტესი და იმავდროულად ჩვენი პირადი ჯვარი. უნდა ავიღოთ აი ეს ჯვარი და შეუდგეთ ქრისტეს, რომელმაც თავად აღიღო ღმერთმა, ღმერთკაცმა, უცოდველმა ჯვარი მთელი კაცობრიობისა. აღიღო და მიიტანა იგი გოლგოთაზე, როგორც გადმოგცემს წმინდა სახარება. აი თუკი ჩვენ ვართ ქრისტიანები, შეუძლებელია რომ ჩვენ სხვა გზით ვიაროთ. აუცილებლად ჩვენი ცხოვრების გზა უნდა გადიოდეს, უნდა მიდიოდეს გოლგოთისკენ. აუცილებლად თანახმად სახარებისეული ქრისტეს მოწოდებისა ჩვენ და უარყოთ ჩვენი ძველი, ცოდვილი კაცი. უნდა ავიღოთ ჯვარი და შევუდგეთ ქრისტეს და მივყვეთ გოლგოთის გზას. იმიტომ რომ სხვა გზა არ მიდის უფლისკენ. ერთია ის გზა, რომელიც ქრისტემ გაიარა და თუკი ქრისტიანები ვართ, აუცილებლად უნდა გავიაროთ ქრისტეს გზა ჩვენი ჯვრით. როგორია ეს გზა? ეს გზა არის აღმართი. ის არ არის დაღმართი, ის არ არის იოლი გზა, ან ქვეყნიური ფუფუნების, ან ქვეყნიური სიამთბილობის, მხოლოდ ხორციელი და მიწიერი ბედნიერების არა, ეს ტკივილის გზა. ეს მოთმინების გზა არის. ეს მიტევების და პატიების გზა არის. ეს მოყვასისათვის თავგანწირვის გზა არის. ეს სიყვარულის გზა არის. ასეთია ქრისტეს გზა. ეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების გზა არის, რომელიც მხოლოდ გოლგოთით კი არ დასრულდა, არამედ ის დასრულდა უფლის ბრწყინვალე აღდგომით. ამიტომაც აი ეს დიდი მარხვის ასპარეზი არის გზა აღდგომისკენ. ოღონდ გოლგოთის გავლით. გოლგოთის არა გვერდის ავლით, როგორც ხშირად ადამიანი ფიქრობს, არამედ პირიქით გოლგოთაზე აღსვლით, უფალთან ჯვარცმით, მასთან დაფლით და მასთან ერთად ბრწყინვალე აღდგომით. აი ეს არის თითოეული ქრისტიანის მოწოდება. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების გზა. აი ამას გვასწავლის დღევანდელი დღე და შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ დიდი მარხვის შუაში, მაშინ როდესაც ჩვენ აი ამ მარხვის, ხანგრძლივი მარხვის ღვაწლში გვჭირდება გაძლიერება რწმენითა და იმედით. აი თითქოს წითელი პარასკევის სახით ცოტა ადრე გადმოგვიტანა ეკლესიამ. იმიტომ რომ პარასკევამდე გვეშორება
ძალები გვაკლდება თითქოს თავიდან ხნედ ვიწყებთ. ბოლოში მიღწეულებს იმედი გვაქვს, იმიტომ რომ აი მალე ავდგო, მაგრამ აი შუაში ალბათ შუამარხვაში ყველაზე რთულია და აი გონიერება, სიბრძნე წმინდა მამებისა, რომლებმაც აი ეხლა როდესაც განსაკუთრებით გჭირდება ძალა. როდესაც განსაკუთრებით გჭირდება მადლი. შევხედოთ ჯვარს. შევხედოთ ჯვარს და აუცილებლად ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში შემოვა იმედი, რომ ჩვენ უკვე გამოხსნილი ვართ. ჩვენ მართალია ბრძოლაში ვართ, მაგრამ გამარჯვებულ ბრძოლაში ვართ. სიკვდილი დაძლეულია. თავარია შენი წამო. თავარია აიღო შენი წელი ჯვარი და შეუდგე ქრისტეს. თავარი ბოროტება სამყაროში, სიკვდილი და ჯოჯოხეთი მოკლულია. ჩვენ ხო ვიცით, რომ ქრისტემდე ძველათქმაში შეუძლებელი იყო ნებისმიერი ღვაწლის ფასად ადამიანს მოეპოვებინა სასუფეველი. აი სწორედ ჯვარმა და მასზე ჯვარცმულის სისხლმა, ქრისტეს წმინდა სისხლმა განბანა ადამიანის ცოდვა, პირველკვნელი ცოდვა. მასში განვიბანეთ, განვიწმინდეთ თითოეული ჩვენთაგანი. ასე რომ წარმოვიდგინეთ, რაოდენ დიდი ბედნიერება ადამიანს სწამდეს, ქრისტიანს სწამდეს, ხსნელი, მაცხოვარი, ანუ იესო და გულით და გულში ატარებდეს მის ძლევის იარაღს, ანუ წმინდა ჯვარს. ჩვენ არა მარტო მკერდზე სიმბოლურად და სამკაულად, არამედ ნიშნად იმისა, რომ გულში გვაქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამოჭრილი, ამოტვიფრული ჯვარცმული ქრისტეს სიყვარული და სარწმუნება. აი ამის ნიშნად ვატარებ ჩვენ ჯვარს. ასე რომ დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა ეს ჯვარი გვარგუნა ჩვენ ქრისტიანებს. რომ პირველად ჯვარი მაშინ ეძლევა ადამიანს, როდესაც ის ინათლება. აი ეს ბედნიერი და კურთხეული დღე, როდესაც ჩვენ დავიბადეთ ქრისტეში და მივიღეთ ნებით მისი წმინდა ჯვარი. როგორ ვატარებ ჩვენ ამ ჯვარს? როგორ უთხრილდებით ჩვენ ამ პატივს? აი ეს კითხვა გვაქვს. და როგორი საამაყოა ამ ჯვრის ტარება? ჩვენ ხშირად ამას ვერ უფიქრდებით, არ უფიქრდებით. რამხელა პატივია ატარებდე ქრისტეს სახელს და ატარებდე ქრისტეს ჯვარს. ეს უდიდესი პატივია, უდიდესი წყალობაა. თუ რამე არის საამაყო, თუ რამე არის ღირსეული ადამიანისთვის, ეს არის ის, რომ აი ამის საშუალება გაქვს, იწოდებოდე ქრისტიანებს და ქრისტესთან ერთად ეზიდებოდა ამ ჯვარს. ეს უფრო ტვირთი კი არ არის, რა თქმა უნდა ტვირთიც არის, მაგრამ ეს არის პატივი, ეს არის წყალობა, ეს არის სიხარული. და წარმოვიდგინეთ უგუნურება ადამიანისა, რომელიც ამ ჯვარს არ ტვირთულობს, იშორებს, გაურბის პასუხისმგებლობას, გაურბის ქრისტეს ერთგულებას, გაურბის ქრისტეს მორჩილებას, გაურბის ქრისტეს სიყვარულს, მამა, რომელიც ჯვრიდან გეძახის, მოდი, მე მიგიღებ როგორც უძღებ შვილს. ქრისტე, რომელიც ჯვრიდან ამბობს ჩვენს ცოდვილებზე, მამაო, მიუტევე რამე თუ არ იციან, რა შვებიან. აი, ჯვარცმულმა ქრისტემ არა ძლევით დაამარცხა ბოროტება და ძალით, არამედ წუთისოფლის ბოროტება დაამარცხა შენდობითა და სიყვარულით. ორი სიტყვით, მამაო, მიუტევე. აი ამ ორმა სიტყვამ დაამარცხა ბოროტება. ხო და ეს ჯვარცმული ქრისტე, ხელებ გაშლილი, მილურსმული, სისხლმდინარე, ისევ ჩვენ თვალწინ არის. ისევ გოლგოთა დგას კაცობრიობის ცენტრში და იმ სოფლიოზე აღმართულია ჯვარი. როგორ შეიძლება ამას გონების და სულის თვარი არ გაუსწორო, არიდო, გაექცე, პირიქით, მადლობით, აი უდიდესი მადლიერებითა და მოგრძალებით უნდა უთხრათ უფალს, უფალო, ჩემი ცოდების გამო, ჩემი უღირსებით, ჩემი გადარჩენის გამო, შენ ამხელა ტკივილზე წახვედი. ამხელა ტვირთი აიღე, სიცოცხლე და სისხლი დათხიე ჩემი გადარჩენისთვის. მე რა უნდა გავაკეთო ამისთვის? ნუ თუ მე არ მართებს უმცირესი მოვითმინო შენი სიყვარულისთვის.
უმცირესი არ გავაკეთო მოყვასი სიყვარულისთვის. ეს არის ჯვრის აღება. რომელსა უნდესო შემოდგომა ჩემ და მოსვლა უარყავ თავითვისივ, აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდეგინმეო. აი ყოველი ადამიანის, ყოველი ქრისტიანის ცხოვრების დანიშნულება, ცხოვრების მოწოდება, ამაზე დიდი მიზანი ადამიანს არ უნდა კონდეს, რომ აღიღოს ქრისტეს ჯვარი და შეუდგეს მას. სამი ეტაპისგან არის ეს, ასე თქვა, ჩემდგარი. უარყავ ძველი კაცი. ჩვენ აი ამ ცხოვრების გზაზე ნათლობის შემდგომ უამრავი ტალახი, ჭუჭყი და ცოდვა მოგვეკრო. აი როგორც ჭუჭყიან შესამოსელს განიძარცვავს ადამიანი, გაიწმენს, განაახლებს, ასევე გმართებს ჩვენი სულის განახლება. ეს არის თავის უარყოფა. იმ მანკიერებების, იმ ცოდვების, იმ ღვთის საწინააღმდეგო ყოველგვარი გულისთქმების თუ სიტყვების უკუგდება. ეს არის საკუთარი თავის უარყოფა. ანუ იგივე აღსარება, იგივე სინანული, რომ არა, ასე აღარ უნდა ვიცხოვრო. მე ჩვენთვის ჯვარცმულ ღმერთს ღალატობ, მე არ მინდა ვიყო მოღალატე, მე მინდა ვიყო მისი ერთგული. აი ამის გააზრება და გაფიქრება. შემდგომ აღიღე ჯვარი ჩემი უფალი ამბობს. ანუ ეს ჯვარი მისი ცნებებია, მისი წმინდა ცნებებია, რაც სახარებაშია გადმოცემული. ეს მასწავლებლობაა. გნებავთ სულიერი, გნებავთ საერო, გნებავთ ღვთის წინაშე, ზეცის წინაშე და მიწის წინაშე. აი ჯვარი ხომ ორი ხაზის გადაკვეთაა. ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა მაღლა ღვთის წინაშე და ჰორიზონტალური ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ადამიანის წინაშე. გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს სამშობლო, გიყვარდეს ადამიანი. აი უწმინდესი სამსაოცარი მოწოდების თანახმად. აი ეს არის ჩვენი ჯვარი. ვიყოთ მსახური, ვიყოთ ერთგული. როგორც უფლის და მისი მცნებების, ისე მოყვასის, ისე სამშობლოს, ისევე თითოეული ადამიანის. ამიტომაც ჩვენ მორწმუნეებს, ქრისტიანებს ეს ჯვარი გვაქვს. ოღონდ ყველას თავისი. სხვადასხვა სიმძიმის მიხედვით, თორემ ჯვარი ერთია, არსით ერთია. სასულიერო პირს თავისი ჯვარი აქვს. კეთილი მწყემსის, პატრიარქის, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მეთაურობი და თუ კი ვინმე დღეს არის ნამდვილი მაგალითი და ქრისტეს ჯვრის მტვირთველი, ეს არის ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე. უკვე აი თითქმის 5,000 წელი მალე გახდება. ეს არის უნიკალური ჩვენი ერის და ეკლესიის ისტორიაში. მან როდის, რა პერიოდში, როგორი უმძიმესი ჯვარი აიღო და ქრისტეს დიდი რწმენით და ქართველი ერის დიდი სიყვარულით. დღემდე ეზიდება ამ ჯვარს და არც ერთი წუთით არ ჩაუმოხლია, არ დაუჩივლია, მადლობას წირავს ღმერთს. აი ჩვენ მისი ჯვრის, ანუ ქრისტეს ჯვრის თანამტვირთველები უნდა ვიყოთ, თანამსახურები, სასულიერო პირები, საერონი. კი არ დაუმძიმოთ ჯვარი, პირიქით შეუმსუბუქოთ. ჩვენ უნდა მივემსგავსოთ სიმონ კვირინელს, რომელიც სახარებაში წერია, რომელიც იქცა თანამტვირთველი ქრისტეს ჯვრისა, როგორც შეეძლო ადამიანს. აი ეს არის თითოეული ჩვენთაგანის მისია, რომ არა მარტო ჩვენი ჯვარი ვიტვირთოთ, არამედ სხვასაც მივეხმაროთ ამ ჯვრის აღებაში, იმიტომ რომ რთულია ცხოვრება მძიმე განსაცდელებით არის ასავსე, ბოროტი ვიბრძვის. ხანდახან ისე მძიმდება ჯვარი, რომ ადამიანს ძალიან უჭირს. აი ამაში უნდა შევეშველოთ ერთმანეთს. აქ არის უდიდესი როლი სასულიერო პირისა, როგორც მოძღვრის, რომელიც ტვირთულობს სამწყოს, სამრევლოს ჯვარს. და ასე ერთად ერი და ბერი, სრულიად საქართველო, შეუდგებით და მიუყვებით ქრისტეს გზას. აი ქართველმა ერმა იპოვა ქრისტეს ჯვარი. ჯერ კიდევ როდის საუკუნეთა წიაღში მიიღო ეს ჯვარი დიდი სიყვარულით. ეს პატივი, ეს მადლი და ხელი არ გაუშვია 20 საუკუნეა. რომელი მტერი არ ცდილობდა აი ამ ჯვრის გამოგლეჯას, ამ სულის, ამ რწმენის წართმევას, მაგრამ არა, ქართველი ერის დანიშნულება მთელი ამ
დიდი ისტორიის მანძილზე იყო ერთადერთი რამ ქრისტეს ჯვრის ტვირთვა, სიდვა, ანუ იგივე ქრისტეს ერთგულება. ამაზე დიდი მისია ქართველებს არ გააჩნია და დღესაც ქართველები აი ამ შთაგონებით უნდა ცხოვრობდეთ. არ ვიცი, ვინ რას ისახავს ცხოვრების მიზნად, მაგრამ დამიჯერეთ, პირველ რიგში დავისახოთ უფლის ერთგულება. ჩვენი ისტორიული და სულიერი მისიის აღსრულება. დანარჩენი ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს ამას. აი ჩვენი დედა ეკლესია სწორედ ამის წიაღია. და ასე მოვედით დღევანდელ დღემდე. ეხლა ჯვარი ჩვენზეა. ჩვენმა წინაპრებმა ჩვენ ესტაფეტა გადმოგცეს. ეს ჯვარი გადმოგცეს და გვითხრეს, აი ქართველებო, სისხლით მოვიტანეთ. სიცოცხლის ფასად მოვიტანეთ და გადმოგეცით ეს უდიდესი მისია. ეს წმინდა ჯვარი. ეხლა ჯერი თქვენზეა. სწორი გზით, ქრისტეს გზით, გოლგოთისკენ აღვიღოთ ეს ჯვარი და შეუდგეთ ქრისტეს და იგი იქნება ისეთი ბედნიერების, ისეთი სიტკბოების, ისეთი სიხარულის მომტანი, რომ ვერც ვიგზნობთ ამ ჯვრის სიმძიმეს, როცა ადამიანი მართლა ღვთის შეწევნით და უფლის ერთგულებით ატარებს ამ ჯვარს. ჯვარი მაშინ ძიმდება, როდესაც შენ ღალატობ მას. როდესაც ერთგულებ უფალი ბრძანებს, უღელი ჩემი ტყვილარს და ტვირთი ჩემი მსუბუქარსო. მიუხედავად ბევრი ტკივილისა და განსაცდელებისა და ბევრი მწუხარებისა, ისეთი ბედნიერება უფლის გზით, მისი ჯვრით ტვირთვა, რომ 100-ჯერ რომ უკან დაგვაბრუნონ, 100-ჯერ იგივე გზას გავივლი. მადლობა ღმერთს ყველა განსაცდელისთვის, მადლობა ღმერთს ყველა მწუხარებისთვის, მადლობა ღმერთს ყველა წყალობისათვის და ბედნიერი ვართ, რომ ჩვენ ქართველები სწორედ აი ამ გზის გამგზელებლები ვართ. ასე უნდა იყოს. და აი უფალი ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე ყოველ წირვაზე, ყოველ ლიტურგიაზე, ყოველ მსახურებაზე ეს მეორდება, ეს გოლგოთის სვერპლი, რომლითაც ის დაიკulis თარიგი ღვთისა, მართლა უყოდ არა სიმბოლურად და გვეძლევა ჩვენ საზრდელად, გასაძლიერებლად, საგზლად მარადიული სასუფევლისთვის მისი წმინდა უხსნელი ხორცი და სისხლი. აი მისი ნამდვილი სხეული, ქრისტეს ცოცხალი სხეული იკვეთება, დაიჭრება და მარადიულ საზრდელად გვეძლევა. ის არ არის მხოლოდ ერთჯერადი ისტორიული აქტი ჯვარცმა, არამედ მარადის გამღებელია ქრისტე, როგორც დედა აწოვებს შვილს ძეს, ასევე უფალი გვზდის თავისი წმინდა ხორცითა და სისხლით. როგორ შეიძლება აი ამის გამზიარებელი, აი ამის წარმომდგენი ადამიანი, აი მუხლმოდრეკით, მადლიერებით არ დაეცე უფლის წინაშე და არ უთხრა დიდება შენ და მადლობა შენ და უფალო ამ დიდი წყალობისათვის, რომლის ღირსიც არა ვართ. მადლობა, რომ შენ ხარ სიცოცხლე, შენ ხარ სიყვარული, შენ ხარ მოწყალე მამა და შენით ვატარებთ ამ ჯვარს, არა საკუთარი ძალით, ამას ვერ შევძლებთ. უფალია ჩვენთან ისევ. უფალი გვაძლიერებს. ოღონდ ჩვენი ნება გამოვხადოთ. ოღონდ ჩვენი სურვილი იყოს, ჩვენი მონდომება იყოს, ჩვენი რწმენა იყოს, ისე უფალი ატარებს ამ ჯვარს. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა გაგახაროთ, ეს ძალიან ბედნიერი დღეა. კონკრეტულად აქ ჩვენთან ბოლნიში ამ უძველეს ტაძარში, რომ ჩვენ ყველა ერთად ასეთი სიმრავლით ჩვენი ძვირფასი პატიოსანი მამები ჩამოგბრძანდნენ სხვადასხვა ეპარქიებიდან, ტაძრებიდან და დღეს ერთად აღვავლინეთ წირვა. დღეს ასეთი სიმრავლეა ჩვენს ამ უძველეს ტაძარში, თქვენი მობრძანებით, რომ აი ეს თბილი და მადლიანი ტაძარი ახსავსია ლოცველი სულებით. ეს არის ტაძარის დანიშნულება, ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული შედევრი. ეს არის ადგილი, სადაც ცოცხალი ტაძარი, სულიწმინდის ჭურჭელი თქვენი სახით უნდა ადიდებდეს ღმერთს, უნდა მადლობდეს ღმერთს, უნდა შინაგან მსხვერპლს, სული შემოსული და გული შემოსული
უნდა ვწირავდეთ უფალს. დღეს ხარობენ ჩვენი წინაპრები. მადლობა ყველას, დალოცვილი, გახარებული, ბედნიერი იყავით და უფალმა ღირსეულად გატარებინოთ თქვენი ჯვარი, ჩვენი ჯვარი, ქრისტეს ჯვარი. რომ ვერანაირმა ბოროტებამ ძალამ ვერ წაგვართვას იგი ხელიდან. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. საქართველო აუცილებლად დადგება გოლგოთაზე უფლის წინ და საქართველო აუცილებლად აღდგება როგორც არაერთხელ. იმ ბრწყინვალე დიდებაში, რაც უფალმა მისცა ჩვენ სერს. ორივე კვართის მფლობელიერი, როგორც ქრისტეს, ისე ღვთისმშობლისა. როგორ შეიძლება ქრისტეს ერთგული არ იყოს? როგორ შეიძლება ჯვრის ერთგული არ იყოს ჩვენი ღირსების, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ეროვნული ფასეულობების ერთგული არ იყოს? ამიტომაც არ ავყვეთ ჩვენ არანაირ დროებით მოარულ რაღაც მიმდინარეობებს თუ მომხიბლელ გატაცებებს. პირიქით, ნეტა ის მადლი და იმდენი წყალობა სხვებს მისცემოდა და მიეცეთ, რამდენიც ამ პატარა ქვეყანას უფალმა არ გუნა. აი ახსავსე, სავსე, მადლით, სიწმინდეებით, გაჯერებული, გაჟღენთილი, მოწამეთა სისხლით, ღირსი მამების ლოცვითა და ცრემლით, ამ პატარა ქვეყანაში 100,000 მოწამის, ვაზის ჯვრით დალოცვილი, განაერთი ჯვარი, ვაზის ჯვარი, ისევ ჩვენთან არის. თხოთის ჯვარი უწმინდეს ისევ ჩვენთან არის. ბოლნური ჯვარი ამოტვიფრული აი ამ ტაძრის კედლებზე საოცარი და მას ვატარებთ, აი ამ რწმენას ვატარებთ გული. აი ესა ვართ ქართველები. აი ამ რწმენით, ამ ცხოვრებით ვიბრძვით, ვშრომობთ. ვტკივა, ვიყვარს, მაგრამ რწმენით, ვიღლებით, ხანდახან ვეცემით კიდევაც, მაგრამ რწმენით, მაგრამ იმედით, ისევ ფეხზე ვდგებით და ისევ უფლისკენ, პატრიარქის მოწოდებით, ქართველნო ერთად ღვთისაკენ. დღეს ბედნიერი დღეა კიდევ იმიტომ, რომ ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, მისი ღვაწლით უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ამსურებლები მხოლოდ მისი ლოცვა კურთხევის. შეემატა ორი გამორჩეული, ღირსეული, სასულიერო პირი. ეს არ არის უნიშნელო მოვლენა. ეს თელიერის, ესე ვთქვათ, გაძლიერების და იმედის მომასწავებელია. მამა გიორგი უდლად, მამა დავითი კიდევ დიაკვნად. და რა სასიხარულოა, რომ განსაკუთრებით აი ამ ბოლო წლებში ახალი ენერგიით, წმენით, განათლებით, სათნოებით შემკული არაერთი ახალგაზრდა სასულიერო პირი შეემატა ჩვენს დედა ეკლესიას. აი თუ რამეა დღეს საჭირო ამ არეულ და დაბნეულ წუთის სოფელში, ეს არის ჭეშმარიტად გონიერი, სულიერი და ღვთისმიერი მოძღვარი, რომელსაც ადამიანი გახდება უკან და ის აუცილებლად მიიყვანს უფალთან, არა საკუთარ თავთან, არამედ ქრისტესთან. თითოეული სასულიერო პირი ქმედებაში უნდა განასახიერებდეს იოანე ნათლისმცემელს, რომელიც იყო წინამორბედი და მიმყვანებელი, მჩვენებელი ქრისტესკენ მიმავალი გზის, არა საკუთარ თავთან, არამედ ქრისტესთან. ბრძანებდა იოანე ნათლისმცემელი, არა, მე არა, აი თარიგი ღვთისა. აი ეს არის მსნელი, აი ამას წარმოადგენს თითოეული სასულიერო პირი, რომ ქრისტესთან მიიყვანოს დაკარგული ცხვარი, რომ მოამზადოს გზები, მოამზადოს ერი, თითოეული სული, სინანული უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის დანახვით და უჩვენოს მას სწორი გზა, მიუყვანოს ქრისტეს და უთხრას, აი უფალო. ეს დაკარგული ცხვრები მე შენ მოგიყვანე, დაგიბრუნე. ჩვენ ყველასი ქრისტესი ვართ, ყველანი ქრისტესი ვართ. აი ეს შეგვაძლებინოს უფალმა ჩვენ მოძღვრებს სასულიერო პირებს, რომ ქართველი ერი უწმინდესის დღეგრძელობით და ლოცვა კურთხევით, როგორც ერთ სამსო და ერთ მწყემსი, ყველა უფლის წინაშე უდანაკარგოთ წამდგარიყავით.
ეს იქნება საქართველოს გადარჩენა და გაბრწყინება და მადლობა ღმერთს რომ უფალი თავად გამოირჩევს ერის წიაღიდან თავის რჩეულებს ამ სამწყსო 60 კილო მისიის აღსასრულებლად. და თქვენ ყველანი უმეტესობა დამეთანხმებით ძალიან კარგად იცნობთ ჩვენ თვითას მამებს, მამა გიორგის, მამა დავითს, რომლებიც მრავალი წელია მსახურობენ ჩვენს დედა ეკლესიაში. მიიღეს შესაბამისი სასულიერო საფრთხისმეტყველო განათლება, რომელიც აუცილებელია. შემკული არაერთი პირადი სათნო თვისებებით, რომლებიც კიდევ უფრო გაამრავლეს და აი ამ ნაყოფით დადვირთული უფალმა სათნო იჩინა, რომ მათთვის მიეცა უდიდესი ხელმწიფება, უდიდესი სულიერი ძალაუფლება, რომელიც არის მდლობა შეწიროს წმინდა უსისქო მსხვერპლი ერის ცოდვების გამოსასყიდად და მისატოვებლად და მადლი და ძალა შეკვრისა და გამხსნის. აი ეს არის სასულიერო პირი. დალოცვილი იყავით, მამებო, ძალიან გვიხარია თქვენთან ერთად, მამა გიორგი, სასულიერო პირის ოჯახიდან აქ მამა ბრძანდება, ასევე მამა მიქაელი და აი ერთად მამაშვილი ერთი ოჯახიდან ხორამხელა ბედნიერება, რასაც შვილი ასე აგრძელებს ამ ღვაწლს. ასევე მამა დავითიც ბრძანდება ღვთისმსახურთა გვარის შთამომავალი და აქ მისი მოძღვარი და სულიერი მამა ბრძანდება მამა კახაბერი და ასევე არის აქტიური წევრი, იყო და არის და იქნება ჩვენი ღირსეული ჩოხოსანთა აი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საზოგადოებისა, რომლებიც აქ არიან ბატონის ზვიადის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ დიდი ეროვნული და ღირსეული მოღვაწეობისთვის. დაგახაროთ ღმერთმა მამებო, მე ძალიან მიხარია პიროვნულად რომ ასე ინება ღმერთმა და თქვენც ეს თქვენი არჩევანი იყო რომ აქ ესე თქვა ჩემი მონაწილეობით შემდგარიყო ეს ხელდასხმა უძველეს ტაძარში და ავიცი აი გვიგულეთ ყოველთვის როგორც ერთი ოჯახი ჩამობძანდით, ამხელა სიხარულია ერი ხალხი დამეთანხმება, ერთობლივი წირვა, ერთობლივი მსახურება, ნამდვილად იგრძნობა ეს თქვენს სახეზე, თქვენს თვალებში ეს სიყვარული და სიხარული და მართლაც დედა ეკლესიამ უნდა გააერთიანოს და გადაარჩინოს ქართველი ერი. სხვა გზა, სხვა ძალა უბრალოდ არ არსებობს. ყველაფერი დროებითია. მარადიული არის უფალი და დედა ეკლესია, სარწმუნოება და სიყვარული. გილოცავთ ყველას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრევლს, რომ თქვენ აი ასეთი ღირსეული მოძღვრები და სასულიერო პირები და ძმები გეყოლებათ ქრისტეს ეკლესიაში. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, მრავალ ერთობლივ წირვა ლოცვას დაგვასწროს უფალმა და ყოველთვის გელოდებით ჩამობძანდით. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, დალოცვილი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ.